ვიდეოში ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ. ჯერ მივდივართ დაინოზე, მანქანის ცხენების გასაგებად, შევაკეთეთ ბამპერი, საბოლოოდ იდეალურად მოერგო, დავაყენეთ სანისლე მაშუქები, ვიზუალურად აშკარად გავამაზდა მანქანა და ბოლოს ACS Tuning-ის გამოგზავნილი საჩუქარი ვანოსების სრული სასერვისო კიტი. ვიწყებთ ძრავის სერვისს და დეტალურად გაჩვენებთ, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. გამარჯობათ ხალხო. არის გეკინგონიტო. დაიწყო გადაღება უოჭერს. გამარჯობათ ხალხო. ესე იგი, ბოდიშს გიხდით პირველ რიგში, რომ წინა ვიდეოში ვერ მოვახერხეთ იმის ჩვენებად, როგორი ხმა აქვს მანქანას, აირბოქსი რაც დავაყენეთ, იმიტომ რომ უსაზღრესი ამინდები დაემთხვა. ვართ GT Performance-ში, დაინოზე უნდა გავტესტოთ მანქანა. გავიგოთ CSL-ის აირბოქსმა რა შედეგი მოგცა. სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტი შედეგი არ ვიცით სტოკის. 240 დაწერა, ისე რომ ლიმიტი ქონდა მანქანას რა. წინა გატესტვაზე და ფიზიკურად 240 საბურავზე დაწერა რა. ისე რომ ლიმიტი ქონდა მანქანას. ვერ გავტესტეთ ნორმალურად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სადღაც 270 ექნებოდა 280-მდე რა. ხო და ეხლა გავიგებთ რა შედეგი მოგცა უკვე CSL-ის აირბოქსმა GT Performance-ში ვართ. ხმასაც მოგასმენინებთ, ამინდი გამოვიდა როგორც იქნა და მე და გიო დღეს ყველაფერს გაჩვენებთ ნელ-ნელა შიგადაშიგ. ბაბონებზე მე ვისაუბროთ რა, სანდრიკა, გასეტა, გაგი. ჯორჯა, ყავთ GT-ს გარდა ნახე ადამიანი, არ ყავთ და თავარი მაფია, ერთი წო დაბლიდან უნდა დავიწყო. გიო, დაბლიდან არ ყვები რა და გიო. ტოკიო დრიფტში რო არის, ხო იცი ხანი რომ მიაკითხავს ფულის ამოსაღებად. ეხა შეიყვანეს მანქანა. მათვალია. გამოიწერეთ რა გაგასახი. სანდრიკა მოვიდა და მათვალია. შენ ძმობას ვიცავ წეგან გიოს ეჩალიშებოდა რაღაცაზე უკან თმებში რო ჩაკიდებო ხელსო გიოს ეუბნება. იქ თავისი კალიბრი ვერ იპოვა მე მგონი და სანდრიკა ძალიან მაგრამ ძმობას გაფიცებ. ეხა უცბად კითხავ რა. წეგან გიოც ვანახე. ტოკიო დრიფტ. ხო ბევრჯერ გაქნანახე ტოკიო დრიფტი. ძალიან. ხანმა რო ის ტიპი მიუშვა. გოგირდებში რო წევს ვიღაცან იაკუზა ფულის ამოსაღებად. გრძელთმიანი დიდი ტიპი რო ესე რომ ზოგადად დრაკონის დადო. აუ ხوار რაღაც სუსტად გიოა. აა 280 დაწერა საბურავზე. მე ველოდებოდი მეც, მაგრამ როგორც ნოდომას თქვა და როგორც ბიჭები ამბობენ, იდეალური არის, იმიტომ რომ CSL-ის აირბოქსი რაც დავაყენეთ, CSL-ის პრაშიკა არ წერია, Evolve-ს, რო ეწეროს მეც დაწერდა, მაგრამ 260 აქვს საბურავზე სტოკს, M3-ს თურმე. ჩათვალეთ, რომ ეხლა არის სტოკ ეს მანქანა, იმიტომ რომ რადგან არ წერია არაფერი საერთოდ, ეს აირბოქსიც ტყუილად აყენია. შესაბამისად, ეხლა ესე ვიზავთ ვანუსებს რო დავასერვისებ, მერე ჩავწერ Evolve-ს CSL-ის პრაშიკას და მერე გავტესტავთ თავიდან რა. ეგრე ჯობს. უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ მე რატომღაც ველოდებოდი მეტს, ველოდებოდი რომ სტოკზე ექნებოდა 280 და თურმე სტოკებს აქვს 260 საბურავზე და მშვენიერი ცხენია, თურმე ძალიან კაი ცხენი დაწერა რა. მადლობა ბიჭებს ყურადღებისთვის, თუ რამე დაგჭირდათ. GT-ში შეგიძლიათ შემოიაროთ, გატესტოთ თქვენი მანქანას და გუნჯოსთან შეიაროთ და ნახე რა გადაბურული მყავს მანქანა და გადაბუროთ. ესე იგი სანამ ილიას გაჩვენებთ, ილიასთან არ ყოფილვარ საუკუნეა რა. არა, კაი არ ყოფილვარ, ესე იგი არაფერს არ ვაფუჭებ, მაგრამ მაინც მოკლედ გადმოვიდა ნუცუბიძის ქუჩაზე იყო და ეხლა გადმოვიდა ზედამხარეს. მისამართს ზუსტად დავტოვებთ, რომ ვერ მიხვდებით. Google Maps-ის მისამართს დაგიტოვებთ, პლასმაზე თუ რამე დაგჭირდებათ. აგერ ილია, მოგენატრებოდათ. ესე იგი, ეხლა უყურე რა მოგვივიდა ჩვენ. გურიაში რო ვიყავი, გავაფუჭე ეს შიდოკი. და აი ეს სალასკარაც აქ გამოვარდა რა, პლასმას. ამას გამიკეთებს ილია, ეხლა მოვაძრობთ. ეს ხო არა M3-ის ისინი დავაყენე რა, პავაროტნიკები. ამას მომიძრობს ამ პავაროტნიკებს, ორივეს, M3-ის პავაროტნიკები სახლში მიდევს გამოწაილილი მაქვს, მქონდა. ესე იგი, ზაშიტნიკი ვიყიდე. აგერ, რომელსაც აი ეს აქ კუთხეზე და ამასაც დაგვიწევებს ილია და მოკლედ ამ ყველაფერს იჩალიჩებს. განახოთ რა საშინელებაა მომხდარი აქ. ეს არის მიწებებული. ეს რადგან არ ჯდებოდა ხალხო
მივაწებებინე ამ ფარის კორპუსზე რა, რადგან ვერ ჩაჯდებოდა ეს პავაროტნიკი. ანუ არაფერი არ დაიჭერდა მოკლედ რა. აქ შპილკა არ ემთხვევა M3-ის და ჩვეულებრივის რა. ხო და გაგვიკეთებს ბამპერს, ზაშიტნიკს, მოვხსნით პავაროტნიკებს და M3-ის პავაროტნიკებს ამოვიტან ნიკუშა მომაკითხავს ახლა და ტუმალნიკები უნდა ვიყიდო. ილია მიგვიყენებს მე ტუმალნიკებს რამე იდეალურად, ლამაზად და კაროჩე რა. ილია, როდის მუშაობ რომ მითხრა რა? ნებისმიერ დროს მოვიდნენ თუ? ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ. რავი, კლასმაზე მე რაც გინახავთ ამ M3-ზე ყველაფერი ილიასთანმა გაკეთებული და ნებისმიერ პლასმასზე მოდითო რა. აგერ გამოვიღეთ აი ეს ჯართი, ნახეთ. ეს არის ნაგავში პირდაპირ მიდის, ნაგვის ეს არის. კაროჩე ეს არის დამწვარი, პავაროტნიკია დამწვარი, პავაროტნიკსაც გამატანს ახლა ნატურა რა, ნატურასაც გამატანს და მანქანაზე დამრჩება დასაპალიროებელი ფარები, უეჭველი, ესე იგი, ეს არ მომწონს, საშინლად არის, აი ეს არის საშინლად, ნახეთ. ეს ძის ძალიან ცუდად. ეს უნდა მოვახსნევინო, გამოვიწერეთ ესენი ხო არის შავი რა, ზადნის ესენი შავიანი აქვს ამას და ჩვეულებრივი ქარხნული თეთრი გამოვიწერე, ორიგინალი ჩამოვიდა და იმას ვიზავ რა მაგასაც. ვინმეს დავაზაზორებინებ კარგად საბარგულს და მივაყენებინებ მაგასაც რა. კაროჩე საჩალიჩო კიდე ბევრია. ამ ვიდეოში კიდე ნახავთ ვანუსების დასერვისებას სავარაუდოდ რა. თუ ძალიან არ გაიწელა. თუ ძალიან გაიწელა ეს ვიდეო, მაშინ შემდეგ ვიდეოში ნახავთ ვანუსების დასერვისებას და ალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ნუ გეზარებათ, ავიდეთ 200.000-ზე ამ წელს. ჩემმა პატარა ძმამ მომაკითხა თავისი მუსიკებით და მთელი ამბებითო, კაროჩეო, ბექაო, პატივი უნდა ქცეო რა, ესე მითხრა. მოკლედ, ეხლა მე და ნიკუშა დავაწვევით, წავალთ ნატურების საყიდად, პავაროტნიკის ნატურები გვინდა, ტუმალნიკის ნატურები გვინდა, ქსენონები, სახლში უნდა გავიაროთ მე M3-ის პავაროტნიკები გვინდა, სახლში მიდევს, უნდა წამოვიღოთ და მაქამდე ილიას გაამზადებს რა. დღესვე ვერ მოესწრება ზაშიტნიკი, ძრავის, იმიტომ რომ თურმე სტეკლოვატასის აქვს, რა ქვია, ანუ სტეკლოვატას გან არის რა. მასალა არის სტეკლოვატა, ხო. ხო და ბრეინლაგი მქონდა უცბად. სტეკლოვატას გან არის დამზადებული და სტეკლოვატათი უნდა ისქნას გააკეთოს რა, ჩააწებოს ისევ და ეგრევეო არ გაშრებაო და ვიჩალიჩება მაგასაცო. ეხლა შიტოქს გაგვიკეთებს, პავაროტნიკებს ამოვიტანთ, ყველაფერს სექსუალურად გავაკეთებთ და იგი და იგი წავედით ხალხო და შევხვდებით უკვე ნატურების მაღაზიიდან. მოვიდით ქავთარაძის ბაზრობასთან. ხო და ნიკუშამ ხსები იცის ხალხო რა, მე ვაფშე გზას არ უყურებ ხოლმე დედას ვიწორ. მანქანიდან ვარ ხოლმე გადასული და ტიპი მარტო დადის ესე რა. ხო და მოვიდით ბაზრობასთან აგერ შევატასავებთ, ახლა შაბათი დღე არის და დიდი იმედი მაქვს რომ დაგხვდება ყველაფერი რა. აგერ ესეთი ლედი ვიყიდეთ, ასოცირებებს. ნახოთ თუ ივარგებს და უნდა დავიტრიოთ პავაროტნიკსაც ეძებს ეს კაცი და ნახავთ რა. იმედია ეს ივარგებს. არ ვიცი როგორია, მაგრამ ეს თავის გაგრილებით რო არის, ეგ არის რა. თავიდანვე ესეთ უნდა დამაყენებინა და არ ხონდა. ეს ნიკუშა არის. სალე ეს ნათურა ვიყიდეთ პავაროტნიკის და ახლა unboxing-ი გვაქვს. შეგვიმოწონს ეს კაცი, როგორ მუშაობს. სამუდამო გარანტია აქვს. არასდროს არ ფუჭდება, რა იცოდეთ ხალხო. ვერ გააფუჭებთ რა, რომც გინდოდეთ, პროსტა ვერ შეძლოთ. ნუ ჯერ არის მთება ჯერ. ოპ. კარგია. ეგა მეორეც შევამოწმოთ და დავაწექით ილიასკენ. არა, სახლიც. ამას ვაყენებთ, იმიტომ რომ ის არისო M3-ის, ის იყო ჩვეულებრივი E46 და განსხვავება არის ესეთი შპილკა, რომელიც M3-ზე ჯდება ის პირდაპირ და ზემოდან ეჭირება. იმაზე არ ეჭირებოდა და არ ჯდებოდა, საერთოდ სხვანაირი იყო. ილიასთან მოვედით. აგერ ილია, რა ხდება? გარღვევა გვაქვს რამე? ესეთი ნატურები გვაქვს, თავისი კულერები და მთელი ნავაროტკები აქვს რა. არ ვიცი. ძალიან კარგი ნატურა. ცოტა ნიკუშამ ცხეთისკენ იღებს იქით გადასახვევისკენ, მაგრამ ნუ ნიჩიო. არა უშო. სხვა დროს წამოვიყვან კიდე.
ის აჩვენე ნიკუშ ზაშიტნიკი რო გააკეთა. ზაშიტნიკი თქვი რომ იმით კეთდებოდა სტეკლოვატათი. აი ნახე ახლოდან აჩვენე ნიკუშ როგორია აი გეგონება ვიღაცამ დააჯვა. შიგნიდან ეგეთი ეფექტი ექნება რომ დაიბნეს ტიპი რა. ეს მხარი არის გაკეთებული ხალხო. აი აგერ ეს გუბკა აი ეს რომელიც ჯდება კარბონის ბალკაზე აი ამ ადგილებზე ნახეთ აი აქ რო ნახრეტები აქ აი ეს რეზინები ჯდება ამ ადგილებზე რა რომ არ ამოხტეს არ იმოძრაოს და ზაზორიც დაიჭიროს რა ანუ ვერ ამოძრავე ფიზიკურად რადგან ბუბკაზეა ბუბკა ამაში იყო შესმული თვითონ ბამპერში არ იჯდა რა და ილიამ ეგეც მიაყენა საკაიფოდ როგორც უნდა იყოს და მარჯვენა მხარეს ის პლასმასის გაგვიკეთა რა ეხლა 20 ცხენით მეტი ექნება როგორც გვითხრა თვითონ 20 ცხენით მეტი ექნება და ბევრად ჩქარი იქნება გასიგრძნობო მითხრა რა ილიას მისამართი იქნება აღწერაში ხალხო და ვისაც დაგჭირდებათ რავი იმენა ოქრო კაცი არის სასწაული კაცია მოხვალთ მოგაქცევთ ყურადღებას ყველანაირად და გაგისწორდებათ რა არ მოიწყენთ აგერ ჭრდილში ამოხვალთ ნუცუბიძეზე ზეით ჰაერზე საწოფში არ იქნებით სიგნალებს ვერ გაიგებთ ნერვოსს არ აიკიდებთ და მანქანას გააკეთებთ რა თუ გაინტერესებს ჩემი ყოველდღიურობა სპოილერები მანქანასთან დაკავშირებით და კიდევ უამრავი სიახლე რას ვაკეთებ ხოლმე ყოველდღიურად გაიგებ ჩემს დახურულ ჩენელში ინსტაგრამზე ბამპერი მიყენებულია თავის იმ კაპებზე ზის საკაიფოდ ცოტა თავიდან ვერ ჩავსვით იმიტომ რომ იქით მხარეს არ ჯდებოდა თითქოს მაგრამ ჩაჯდა ყველაფერი საკაიფოდ ალბათ არასწორად ვსვავდით რავი ალბათ რაც თავარია კარგად ზის რავი არაფერი არ გაგვიკეთებია ზედმეტი არ მიგვიწევია არ მოგვიწევია ჩვეულებრივ შეჯდა რა იქით მხარე რო შევსვით ჯერ და მე აქეთ ჩვეულებრივ შეჯდა მოკლედ ყველაფერი თავის ადგილზეა ეს საბუქსირე ყველა ვიდეოში რო წერთ ორიგინალი SES-დან გამოვიწერე პროსტა ეს არის რა ქარხნული მატირვასხია ეგ არის და შესაღები იქნება ეგ საბუქსირე მაგრამ დაყენდება თავის ადგილზე მივაყენებთ პატკლინიკს მივაყენებთ ზაშიტნიკს ავაწევინებთ მე და ნიკუშა რო არ გავაფუჭოთ ეს შიდა ბაჩოკი საბურავით და რაღაცეები და მოკლედ რა აუ რა კაია ბიჭო რა ლამაზია აუ რა კარგად ანათებს რა გაზიზინებულია. უი მოიცადე დაპირებული ვიყავი რომ ამის ხმას მოვასმენინებდით. და ხმა არ ჩაგვიწერია არც ერთ ვიდეოში. ეგ არის რა. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ რა და ყველაფერი ისე არის როგორც ინდორ ფილმებში. ვიდეოში ხედავთ როგორი ჩამოვიდა თინას მანქანა პირველი რაც გამახსენდა და ვინც გამახსენდა იყვნენ Drive Motors-ი და Drive Motors-ის ბიჭები იმიტომ რომ ჩემი მანქანა იდეალურესად გააკეთეს და შეღებეს ამიტომ მივიყვანეთ მანქანა Drive Motors-ში და ხედავთ როგორ გარდაიქმნა უცბად ძალიან ლამაზად მანქანა რაც შეეხება შეღებას შეიღება ნაჭრებად და არ შეღებილა მანქანა გადასვლებით ესე იგი ესეთი ამბავი გვაქვს ხალხო ჯუბა კი იცით რა ჯუბასთან მოვედი 1-2 თვეა რომ მიდევს ეს რეზონატორები მე და გიო ვართ 1-2 თვეა რომ გვიდევს ეს რეზონატორები მოვიტანე ჯუბასთან რომ მივაყენოთ ხო და აგერ ჯუბა და აი ამ ადგილზე უნდა დავუყენოთ რეზონატორები ახლა ჯუბა მოარგებს თვითონ რა და გვეტყვის როგორ დაყენდება რა დაყენდება და როგორი გამოვა კაროჩი მოკლედ ესეთი ამბავი ჯუბა უთხარ რა უნდა ვქნათ აი ესენი გადაიხსნება აქ აი ეს სამაგრები ესენი გადავა უკან არა აქ რა გვინდა ეს სამაგრები გადმოიწევს უკან აი ეს სამაგრები და აი ამას ჩავსვათ რა ანუ იმიტომ რომ აქ მოხვევა არ მოუწიოს რა წინ არ მოუწევს და მომისმინე ჯუბა ეს ორივე ხო არის ვთქვათ მოვიტანოთ რომ გვერდ დავაყრეთ თუ ხო არ მიედება ერთმანეთს და ხო არ იმის მაგას ყველაფერს გავაშვალებთ ხო არა მოკლედ როგორ კეთდება ეგეც მე რას მეუბნებოდი ეგეც მითხარი ტიგით
როგორც არის ნასვარკი, ნახეთ ხალხო, ამ ადგილზე როგორც არის ნასვარკი, აი ესენი ლამაზად როგორც არის, ზუსტად ეგრე გააკეთებს. თუ რამე დაგჭირდებათ, კაროჩი კოლექტორებს რაღაცებს. კოლექტორებს რაღაცებს ყველაფერს აკეთებს ჯუბა რა, თუ რამე დაგჭირდებათ, აქ ოთოსაც ნახავთ რა, რომელიც ვერაფერში ვერ დაგეხმარებათ. პროსტა აქ არის. პროსტა აქ არის და რომ მოყოთ მანქანას დაათვალიერებს მატორი ეგერ წამოვანახე. უროთ იშლის მატორს რა და რავი თუ გაგისწორდებათ მოიტანეთ თქვენიც. მოკლედ დაშლას დაიწყებს ახლა ჯუბა და შიგადაში განახებთ ყველაფერს. ხალხო ეს არის სტოკი რეზონატორი რა, რაც უყენია, რაც ეყენა. ამ ადგილზე აქედან დაახლოებით, აქედან აქ, ხო? თუ ცოტა აქეთ. ცოტა გაიწევს, ხო? აქედან აქ გაეშვება 2 ცალი გვერდ რეზონატორი. ხმას ხო ბევრად შეცვლისო და რაღაცა ის არ ექნება. არ ძალიან კაი უნდა იყოს. რა ვიდეო რაც ვნახე, ბევრად, ანუ ამაზე ბევრად ისეთ ეგზოსტზე ეყენათ, რომ აი ჩათვალე გატრობული იყო და ისეთი დასტოინი ხმა მისცა, რომ რა ვიცი და მაგითო გამოვიწერე. ვნახოთ რა. დალშე, ჯუბა, არ ხინით ხარ. მაფის გარაჟი. ჯუბას არხი იქნება აღწერაში და გადადით 1000 გამომწერს ავიყვანოთ იგრევე და ჯუბა შემოგთავაზებთ ხოლმე აი ვისაც გაინტერესებთ კოლექტორები რაღაცეები დაუნფაიფები აწყობა ჯუბა აკეთებს და ვაფშე ყველაფერს განახებთ ხოლმე რა სტრიმზეც რო დადებს ხოლმე ჯუბა რაღაც ვიდეოს შევარდები გაყურებინებთ ხოლმე რა კაი რაღაცეებს აკეთებს კაროჩე და გაგისწორდებათ მაგრამ ეს არის აგლაძის 26 მოკლედ ხალხო ამაზე დაყენდება ეხა ეს კოლი მამალი თავები. ხო. ეს კოლიცო ხქვია, ხო? ამას. ხო, გადასაბმელი რა, რაც არის ამაზე მიყენდება და ეს მიყენდება მე აქ. X-თან. ხო და გადაებმება, ხო. აი ესე მიებმება ამას და მე გადაებმება მოკლედ ეს რეზონატორი რა. ეს სხვაობა ყოფილა ეს ხო ქარხნულია, ანუ აქედან ქარხნული არის რა უკვე და ამაში ყოფილა სხვაობა და ზომა ცოტა სხვა არის რა, ანუ ცოტათი არ ემთხვევა რეზონატორის თავის. აი ამის თავი ცოტა ის არის, განიერია რა. და ამაზე რა უნდა ვქნა ჯუბა? მაგრამ მოვიფიქრეთ რა ამას. ისე გავაკეთეთ რომ კარგად გამოვიდეს. ეგ რამე ხوار უშლის ხელს რო ეს. მოკლედ ყველაფერი ისე იქნება როგორც ინდურ ფილმებშია ჯობა ამბობს რა და რავი არ ვიცი რა გიოც ეგრე ფიქრობს მე მგონი გიო რა შვები გიო ნაწერები რაღაცეები ყველაფერი სექსუალურად და ჯუბა რა უნდა ვქნათ ახლა ესქენი მოიცადე ოპ დავაი ეხლა უნდა ჩამოვხსნათ იუთუბერი კაცია და კამერას ვერ ეჩვევა ხო ესეთი რამე არა გადავადუღებ სტიგით ხო დავახენებთ რა ყველაფერი მოედგო იდეალურად იგით ვაკეთებთ როგორი ნასვარკიც იყო ხალხო რო ჩამოვიდა ქარხნული ეგრე იქნება ზუსტად რა მაგამდე ჯუბას არხი გამოიწერეთ აღწერაში იქნება და მე ნელ-ნელა კამერასაც მიეჩვევა რა ასვიდავთ რა ესეთია ცხოვრება მოკლედ ლამაზია რა ჯერჯერობით საკაიფო არის ჯერ ანუ უბრალოდ მიყენებული არის ნახეთ აი ესე გადაბმულია პროსტა დროებით და იქნება ნასვარკი აი ესე რა ლამაზად უბრალოდ ეს არის რკინა და ეს არის ნერჟავეიკა ხო და ესე რა განახებთ ყველაფერს აი ესეთი გამოვიდა და ეხლა მეორე მხარეს მიაყენებს ჯუბა ამ ადგილს ცალ-ცალკეა გადაბმული რა ესეც აგერ ნახეთ აგერ გადაბმული და აგერ გადაბმული ბიჭო ძალიან ლამაზია რა იმენა ხოშიანია რა კარგი თუ დაგჭირდებათ ესეთი რაღაცეები ჯუბას მოვაკითხავთ აი ნახეთ აგერ არის GM-ი და GM-ის გადმოსწრვის შემოხვალთ რა და ეგა ჯუბასთან ხართ ეგრევე ჯუბა დალშე მოგხედავთ რა რომ მოხვალთ და ეტყვით რომ კოლექტორი გინდათ ის გინდათ ეს გინდათ ყველაფრის აწყობა შეიძლება აქ დალშე თქვენიცით ეხლა მივაყენებთ მეორე მხარესაც და გაჩვენებს და მე მოусმინოთ ხმას ხმა არის ყველაზე საინტერესო ერთი სული მაქვს ხმა გავიგო როგორი ხმა იქნება და გიო მეუბნება მაგას რა რომ ბექაო ხმა მომასმენინეო რომ მაგიტოზის მანქანაში თორე ხა განასხვა რამის გამო ჩემი პატარა არძინებია ბიჭო
მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-იდან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრეშიანია. გადადი. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 3 სამბერი 26%. გადადი შინკინაცვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენს ხედავთ? არჩი ცოტა დარჩენა. ეხა მიაყენებს დაბლიდან რაც იჭერს, გამშვებს, აი ერთი სული მაქვს ხმას როდის მოვისმენ. აი გონია რომ ის ხრიწინი და ის რაღაცნაირი ხმა უფრო მოიგუდება და სასიამოვნო ხმა ექნება რა, იმიტომ რომ ინტერნეტში რაც კი ვნახე, ვისაც კი უყენია, ყველა მაგას იმაშველა რა. ეს არის საუკეთესო იმისთვის, რომ აი ხმა მოსპო ეს რეზონატორები. თუ გამომადგება და თუ ნახავთ რომ გამომადგა კიდე, თქვენ შეგიძლიათ დაითრიოთ რა. Magna Flow-ს რეზონატორებია. ნახოთ როგორი ხმა ექნება. აგერ ესეთი გამოვიდა. მოკლედ აი აქ იყო ქარხნული, ერთი და პატარა მრგვალი და ორი ცალი დადგა ესე საკაიფოდ რა. მსგავსი რაღაცები აგერ თუ დაგჭირდებათ ჯუბას არხსაც დავტოვებ. ან დაუნფაიფებს რაღაცებს ყველაფერს აკეთებს და შენზე კიდე ყველაფერზე კი შეეხმიანებით რა. ჯუბას არხი გამოიწერეთ, დალშა ყველაფერს ნახავთ რას როგორ ანაირად აკეთებს და ეხლა ვნახოთ ხმა, რაც ყველაზე მთავარია. და სვიცო რა, აი ძალიან კაროში ამის გამო ჩამოვიტანე ზუსტად ხალხო რა. ეს ვიდეო ვნახე რომ ტიპს ქონდა გაკეთებული, რომ აი აღარ ჭღაოდა და ხრიალის ხმა აღარ ქონდა და რაღაცები, აუ ისეთი სასიამოვნო ხმა აქვს. მე კიდე მოგასმენინებთ მე და გიო ცხელზე გავახურებ ცოტა. ცივი არის ეხა ვაფშე რა. და უკეთესად მოგასმენინებთ ცოტა ხანში კიდე ხმას. ჯუბა ძალიან დიდი მადლობა, იმენა ოქრო კაცი არის რა. მოაკითხეთ რო რამე რაც დაგჭირდებათ ნებისმიერ რამეზე და ჯუბას YouTube ძმურად 1000 გამომწარზე ავიყვანოთ. გამოიწერეთ ჩემი არხის და ალაიქეთ იგი და იგი. გაკოცეთ. გამარჯობათ ხალხო, დილის 10-ის ნახევარია და მოგვიწია ძლივს გიოსთან წასვლა. ძალიან ბევრი ველოდეთ, ძალიან ბევრი ხალხი ყავდა და მე და კოკა ვართ. უნდა გავუვაროთ გიოს პატარა რიგავას და დავაწვევით სულავასკენ და დღეს გაჩვენებთ ვანუსების სერვისს. და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ ხალხო და ახალ ვიდეოებს უფრო მალ დაელოდეთ, იმიტომ რომ Insta 360-ის მაქვს და ჯოხს ვიყიდი მალე და მალ დაიდება ხოლმე მანქანის სხვადასხვა ვიდეოები Insta 360-ით. ეს ჩემი პარტნიორი არის გიორგი გრიგალაშვილი. თუ გრიგალაშვილი? არა, გრიგალაშვილი. დღეს დავასერვისებთ ვანუსებს და განახებთ რა პროცესი არის ვანუსების სერვისი რა. შიგადაში გადავიღებ ხოლმე რაღაცებს, ყველა დეტალს ესე წვრილმანს ესე ვერ გაჩვენებ. ასტრაფებული იქნება კადრები, მაგრამ მიხვდებით რა როგორ რანაირად გაგისწორდებათ. და სავარაუდოდ რომ მოვჩებით ვანუსების დასერვისებას, ჩავწერთ ნასტროიკას, რომ ამ ადამიანმა იმუშაოს გამართულად რა. Trawebit, choose, ankles. და ლაიქეთ ხოლმე ვიდეოები და არხი გამოიწერეთ. რა იმიტომ რომ ძირითადად ვიდეოდან გვემატება 200-300 გამომწევი და გიოს არხი აღწერა შეიქნება, შეგიძლიათ ყველაფერი ცუდი გაუსპამოთ იმის გამო რომ აღარდებს ვიდეოებს და შენიშვნები მისცეთ ყველანაირად, იმიტომ რომ დაიკიდა YouTube-ი. არ დავიკიდე, აგიხსნი. მაგრამ ლევანი არ ყავს რა და აგიხსნი რატომა? ჯერ რომ არეული მქონდა სიტუაცია თითქოს დავალაგე, მაგრამ მე მინდა რა ყოველდღიურად ვიღაც ადამიანი უნდა ყავდეს გვერდზე, ყოველდღიურად რომ აქ ყოველდღიური საქმიანობა გადაიღოს. თან უყურე. მანქანის მწოდნე უნდა იყოს, რომ სისულელეებს არ გადაუღოს. უნდა იცოდეს რაღაც საინტერესოს როცა აკეთებ, რომ გადაიღოს რა. თორე შენ თუ უთხარი და მიუთითე რომ აი ამას უნდა გადაუღო, შენს დაიღლები. მოკლედ იზებნება ეგეთი ადამიანი. მოცილი კიდე ბიჭები არიან, შევეხმიანე, ვინც შეუთანხმდი რომ ჩამოვლენ ვიდეოებს რაღაცას გადაიღებენ, დაამონტაჟებენ, ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ყოველდღიურად გაიჩა. ჩარტი თავი.
ხო და მე მჭირდება ყოველდღიურად რომ ბიჭი იყოს აქ იმათ თუ და შევეხმიანო და ვკითხო რა თუ შეუძლიათ ყოველდღიურად აქ ყოფნა კი ბატონო ისევ დაველაპარაკე მაგათთან ცოტა რთული საქმე არის მაგრამ ნუ კაროჩი ნუ ეხ შესაბამისში ანაზღაურებდა ანაზღაურებაც გექნებათ უბრალოდ ანუ მანქანასთან ახლოს უნდა იყოთ რა ესე მანქანა რომ საერთოდ არ იცოდეთ და პროსტა გადაღება იცოდეთ ფილმების არ გამოვა რა არასდროს არ მჯდარვარ რა ხო და აშკარად ესეჯდებიან ხოლმე ტრაკით შეძურდებიან და მერე ფეხებს ყოფენ და ბიჭო ძალიან არაკომფორტულია რა ძალიან არაკომფორტულია აქედან როგორ უნდა აუ ძალიან სუდია ძალიან სუდი ჩასაჯდომია როგორ უნდა ჩადეს ვერ მოყვა ფედავის ვერ ახსენ გამო ესე იგი ხალხო მოძრა ეს მოვაძრეთ ხუფი ამოიღო გიომესენი დინანის ბაბინები რაც გვიყენია ჯახას კასტომს მადლობა კიდევ ერთხელ მაგ ბიჭებმა მოგწეს ბაბინები ამოიღო და ეხა ამოვა სვეჩები ხო გიო? აბა? არა, გამოცვლით არა, კაცო. ამოღება ხო უნდა? სვეჩებს არ უნდა. შეცვლაზე სვეჩების ამოღება არ უნდა. აჰა. ესე იგი, ეს გვაქვს მოწყვეტილი. ერთი ბოლტი აქ არის და ეს გვაქვს მოწყვეტილი რა. რატომღაც არ ვიცი რატო. დანარჩენი მე მგონი, რავი, ყველაფერი გამოგვიგზავნა SES-მა, რა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა SES. ძალიან დაგვეხმარა. SES-ი რო არა ძალიან ბევრ რამეს ვერ გავაკეთებით ამ მანქანაზე რა. ერთადერთი მე მგონი ჩემით რაც გავაკეთე ის კლადიშები იყო რა. კლადიშები გამოვიწერეთ ჩემით. დანარჩენი ყველაფერი SES-მა გვიკისრა. ხო, არა, კულისა და ისინიც. ორიგინალები რა. ძალიან აი თქვენ ბიჭო რა არის, რას ვამუღამებ ხოლმე რა. ზოგი ხო არის რომ ლიჟბი გაკეთდეს და რაღაც იქ იმას იყიდის 30 ლარად, იქ იმას 50-ად, იქ იმას გადააკეთებს. აი ორიგინალს რომ მუღამი აქ, აი რო დავაყენეთ რა, ეს კულისა და ყველაფერი რომ ორიგინალი ააწყო გიო. აი სულ ახალი. აი როგორ ირთვება იცით? აი ვერ წარმოიდგენ. გეგონება რომ პროსტა ავტომატიკას ატარებ, გონია რომ არ ატარებ. ერთი კვირა რო ატარებ, მერე თავისით რთავს ხელი. აი ესე ავტომატურად რა პროსტა. ძალიან ასწავლებს, ძალიან მაგარია რა. განახებთ ყველაფერში გადაშიგ ძალიან რო არ გაიწელოს ვიდეო. გაყურებინებთ ხოლმე ყველაფერს დაშლის პროცესს და რაღაც უღაცეებს რა. გიოზე მწერთ ხოლმე რომ გიოს როდის ცალია, გიოს ნომერი მომეცით და ასე შემდეგ. გიოს ნომერს არავის არ ვაძლევ, იმიტომ რომ ნომერი რომ მივცე ისედაც ტვინს უბურღავენ და კიდევ უფრო ტვინს გაუბურღავ. ოიე. აი დაგირეკავენ, ტვინს გაგიბურღავენ, ღირსი ხარ. მოკლედ, რაღაცები რო გაინტერესებთ ხოლმე მართლა გეუნებით რა. ჯობს ჩამოირბინოთ. ძალიან ახლოს არის სულაო პერფორმანს ჩაწერთ Google Maps-ში და ჩამოირბინეთ და ყველაფერზე აქვე შეახედებთ და თან პასუხსაც გაგცემთ რა. ხუფს ხსნით რა. გოგა, აქედან გადაიღე ჯიმკა. ცხელია. ვისი ბრალია? ბექასი. არა, ბექასი არა. ან CV იმით როგორ ჩამოსულიყავი აბა. ძრავით. გასწავლი მაგას თუგნი. ახლა იყო. ცხელია. ხელთათმანი მე რო არ იყენებ ხელთათმანებს. ხელთათმანი საქმე არ კეთდება, არ გაგიაში. ახლა ვიცი რა შედარებას უნდა მოეყვანა. ახლა გულში აქვს უკვე შედარება. იგე? აი ამ კილომეტრაჟზე აქ რო აწერია, მაგდროს არის ვანუსი დასერვისებული. ვანუსი არის დასერვისებული. გიო, ესე იგი 65000-ზე მილზე აწერდნენ, ხო, იქ უეჭველი. ანუ არ დასერვისებულა 90000 მილია. არა, 80. 80000 მილის წინ დასერვისდა, ესე იგი. 80000 მილი ბევრია რა. რამდენ ხანში 1.50-ში ერთხელ უწევს გიო? 50 მილში ერთხელ რა დაახლოებით. ნუ მოკლედ, ამ მანქანას კბილანა რო გატეხილია თან. აი აქ თუ გამოჩდება, ხედავ? აი აქედან იქით გადაუღე. აქედან იქით გადაუღე. აქედან იქიდან გადაუღე. გაგიმართლა კბილანაც გაქვს.
გადახილი არის მართლა გიო? აი შენ. აი ეს ადგილი არის ეგ დაბლა. ვა. რა კაია კბილანა რო თან გაძლიერებული კბილანა. გაგვიმართლა არა მართლა. 900 ევრო ღირს ეს კბილანა. მოკლედ ეს კბილანაზე მე გიოს ვკითხე თავიდან ამ ვანუსებს რო ვაპირებდით რომ გავიგებთ თუ არა თქო რა რამენაირად ამ კბილანას და გადახილი როა გიო ისე რატო არ რაღაცით აი მაგ რა და ცალი კბილით ტრიალებს მე. ეგ ხო ძალიან დიდ ჯანს მოაკლებს მანქანას. ცოტა, ამის ცოტა არის 1.50 წყალი. სხვა რა ხდება გიო? რა სიტყვი? ზრავზე რა სიტყვი? არის ესე მოვლი მდგომარეობა სულზეს ხო არ ხმარობდა არამე რამე ხო არ ეთყობა. ისე აქედანაც უყურებ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში. ხო, სულთან. რა აყენია გიო? ვერ წავიკითხავთ? რა იყენა? გავიკითხავთ. არა, არ იქნება ქარხნული, არ მგონი. BMW ორიგინალი აყენე. ორიგინალს ხსნით და ვაყენებთ ისეც რომ ზეც გავუშვებთ. წინა ვიდეოში ვთქვი ამ პრაკატკას რომ დავაყენებთ ზეც გავუშვებთ. გახსოვთ ამან სახე რომ მიიღო ეგრე რომ დაიჭყანა. ორიგინალი პრაკატკა ხალხო SCS ტუნინგს არ ქონდა. რო იცოდეთ მე ანუ არანაირი სახე არ მივიღია. ორიგინალი პრაკატკა არ ქონდა და ორიგინალი ფასი არის $400. ამ პრაკატკის. არანაირი სახე არ მიმიღიო ხო იძახის ამოჭერი და ჩადე ის სახე რო ვიძახი პრაკატკა ზეც გავუშვებს მეთქი და დაადი ამ ვიდეოს. აი ჩამოიკიდე კისერს. თუ გაინტერესებს ჩემი ყოველდღიურობა, სპოილერები მანქანასთან დაკავშირებით და კიდევ უამრავი სიახლე, რას ვაკეთებ ხოლმე ყოველდღიურად, გაიგებ ჩემს დახურულ ჩენელში Instagram-ზე. ეს არის ვანუსის სოლენოიდი, ელექტრომხარე, მექანიკური მხარე. და ეს ზოგადად არის. ეს მართავს ვანუსებს რა. ეს არის ცვლება ზოგადად თუ? არა, ეს უნდა მოუხსნათ, გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, ამის პრაუტკა ვნახოთ, თუ კარგია, არაფერი არ. თუ კარგი არა, პრაუტკა? ნუ მოვაგვარეთ. პრობლემა არ იქნება. არ დარჩენია. ეს დგება დაბლიდან, აქედან. ეს მაშინ ქონდა მოხსნილი ჩვენ წინა ხუფი რომ მოხსნით თუ არა? შენი ეს რომ მომეხსნა ესე ჭუჭყიანს გაუშვებდი მანქანას აქედან? არა, შენ ჭუჭყიანს არასდროს არ უშვებ მანქანას. რა კითხავს ხოლმე? ოკა, არა გაწნა ეხლა რაღაცებს კითხულობ და ადამიანს ო, იცი ეწყვინა. ხალხო, ეს მანქანა მინდა. მაგ მანქანა თავი დაანა. არა, ეს მანქანა მინდა. აუ, ძალიან კაია რა. 45-ად არ მისცა გიოს. 13500 მილი აქვს გარბანი. აუ, რა მაგარი ფერი. აუ, რა მაგარია. აუ, რა მაგარი. თქვა, აი წარმოდგენილი მაქვს უკვე როგორ ვივლი. გიო შენ მიხედე რა სოროქშეს. არა, სოროქშეს ბიჭო, რა არის, იცი, ანუ სოროქშესტი იმ ხალხისთვის არის ძველი მანქანა, ვისაც ბიჭო, მანქანა არ უყვარს არა უფრო რა, ანუ ზოგს ახალი მანქანა ურჩევნია რა. ეს მანქანა არის უფრო იმ ხალხს მოწონს, ვისაც ევასება ის ძველი ემის მუღამი. აი ეს უხეში ტიპი რო არის რა. ეს ახალი ემები არ არის ის ტიპი, რაც ეს ატმოძრავი არის და რა მუღამსაც ეს მოგცემს, იმით როგორ ვერ ივლი, იმითაც ესე, მაგრამ საერთოდ სხვა არის რა. იქიდან რო აქ გადმოჯდები, მიხვდები იმ ძველი ემის მუღამს რა. ის ხისტი რო არის და საერთოდ სხვანაირად რო დგას და კაროჩე რა, კარტინგია ჩვეულებრივი. აი, სულ ვამბობ დედასპიცაო რო დავდივარ, რომ იმენა კარტინგის მანქანაა ჩვეულებრივი, იმდენად კარგად დგას ტრასაზე. გიო მოხსნის ეხლა მიშიმოტოს ელექტრო გაგრილებას, რო ხელი არ შეუშალოს და მე დაიწყებს წინიდან მოხსნას რაღაცაების და მაგასაც გაჩვენებთ ყველაფერს შიგადაში, რა ვიცოდეთ რა. მანქანამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. გიოს არხზე გადადით, ხალხო, აღწერაში იქნება და 30000 გამომწარზე აკლიათ ძალიან ცოტა. ნახეთ უკნიდან წარწერა სულავა M performance. მაგაზე პასუხს გაგცემენ. ვიდეოებს არ დევს და რისთვის ვიდეოებს გამოვიწერო. დადევს, კაცო. გიო, რატო იცვლება ეს? ეგ არის ვანუსის დაფის პრაკატკა, სადაც აი ეს რეზინები დგება, აი აქ დირკები აქვს და პლუს აი სადა ის. იქიდან.
აი, ამ დირკებზე დგება. აქ არის 115 ბარი. აი ამ ადგილებზეა საუბარი. 115 ბარი არის აქ და ეგ პრაკრატიკა არის იმიტომ რომ გარეთ ზეთი არ გაუშვას და გაუშვას ვანუში. და ანუ ხმარების მერე მაგიტომაც იცვლება ეს აუცილებელია. ისე ანუ ეს რო არ შეიცვალოს რა თვითონ ეს რკინა და სიტყვაზე მარტო ესენი შეიცვალოს რეზინები ეგეც არის? ეს არის კი. როგორ მომენტა ეს ლაკა ეს იმის არის ხო? წინადაბ. ესე იგი. აქ რა გვაქვს? ეგ ის გადასაჭერი ხო თუ არა? მეტკების გასასწორებელი კლუჩი. მეტკების გასასწორებელი კლუჩია ხალხო, იმიტომ რომ მე ვიმეორებ ხოლმე რასაც ამბობს რომ მიკროფონი რომ მომიკეთია, აი აგრე. მოთ ჩვენ ზიზია გვაქვს. ერთადერთი რაც არის, ანუ არა BMW-ს OM, არის ეს L-ringები და მეტი არაფერი საერთოდ. რა არის? აი ვანუს მოტეხილი თავი. აი? უის ეს პლასმასია? არა, რკინა რა მასალა არის? არ ვიცი, რა მასალა არის, არ ვიცი. ისე, ანუ ეს როგორ ტყდება, და ეგეთი ის რო არის და რო დავშლი აგეხსნე როგორ ტყდება. აი სამსახური ხო არ გინდა? ლატორი. ეს რო დაუძაღა, მუშა ჯაყავი ხელი გამოწვე. დაგიძახებენ. ეს პრაკრატიკა აქვს მარტო დაბლა. ზევიდან არა აქვს? ზევიდან კრიშკის პრაკრატიკა. ეს გიო როგორ ისწავლე? ან თავიდან პროსტა შენს მანქანაზე ისწავლე თუ? არა, მართ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ანუ ეს მარტივი არაა, რა, ანუ რთულია. ენაც ვარ. ხო და რაღაც თქო უნდა ისწავლო თავიდან. როგორ ისწავლე მარტო? ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩემ მეცხო სულ თირკმის არა, შენ სულ ემიყავდა, მაგრამ სხვას უყურებდი და არა, ჩემ მე ბავშვობიდან ორიგინალ პროგრამას გავხსნი, იქ წერია ყველაფერი რა როგორ და შეცვალო. რის მერე რა უნდა გააკეთო, ხო? როგორ და დაუჭირო, როგორ და მოხსნა, როგორ და დააყენო და მაგის როგორც ადრე ხდებოდა ფორუმებზე რომ კითხულობდი ყველაფერს. ნუ ძირითადად ჩემ მანქანებზე ვარჯიშობდი ხოლმე ყოველთვის და მე დანარჩენ მანქანებს. პირველი ტესტირება გადიოდა ხოლმე ჩემ მანქანაზე. შენია მეორე. მოკლედ ძალიან ისაა რა. მაგიტო დგას ხალხო რიგი რა, რო იცოდეთ. ტესტირებას ზოგი ატარებს პირველად სხვის მანქანაზე და მაგიტო დგას აქ რიგი. ესეც ჩვენი ვანუსი. ესეც ჩვენი ვანუსი, რომელიც შიგნიდან რაღაცა არასახარბიელო მდგომარეობაშია. ეხლა მომეც შენ ახალი ვანუსის კბილანა. ეხლავე ამოვაგდებ. აგეთ ვანუსის. ეს არის ხალხო ვაკის ფირმა ვაკის ასოციაცია არა ოღონდ. ვაკ ქვია, ხო და ეს გიომაც იცის რა, ვაკი არის, რავი, ერთ-ერთი ალბათ ძალიან მაგარი ბრენდი, რომელიც კარობკაზე ჩვენაც გავაკეთეთ, ჩემს კარობკაზე რა, მაგეებსაც სპეციალური დანადგარით აკეთებს SMG-ს, ჩარხავს და მოკლედ ძალიან ისაა რა, ძალიან მაგრები არიან. და ძალიან სერიოზული სკაპანემ. აი ახლა მოკლედ სადაა ძველი კბილანა? აჯერ არ მომიწევს. ჯერ არ მოგესწრებ. მოკლედ შეხედე. ძველი კბილანა რო ჯდება ამაში, ოდნავ შატყა და რო ჩასვავ, აქეთ-იქით რო ამოძრავ, კაკუნობს. და ეგ კაკუნი დროთა განმავლობაში ეს რო ფართოვდება და ეს ცვდება, მეტი შატყა აქვს და მერე ამტრავს კბილანას. ეხლა რა მითხარი, გიო? ეხლა ეს ისე იდეალურად ჯდება. წესით ეგ დროს ხოლმე მიგვაქვს ტოკართან. ეს არის ის ნაწილი აქეთ-იქით რო ჩარხავენ. ხო, მიგვაქვს ხოლმე მე ტოკართან და ამ ადგილებს ჩარხავთ. ხო, ანუ ამას აღარ ვიყენებ. ხო, რას აკეთებენ ხოლმე, იცით? ანუ როცა ამას აქვს შატკა,
ამეებს აფართოვებს რა ამ დირკებს და მე აქ სხვა მხარეს იჩარხება და არაფერი არაა რა ანუ არაფერს არ აფუჭებ პირიქით ისე კარგად ჩაჯდა აქ რომ გაჩარხვა არ ჭირდება არაფერი არ უნდა ხო არ და ეხა უნდა მეთქვა შენთვის რომ უნდა წახვიდე მეთქი თბილისში კახა არის ჩვენი ვისაც ვაჩარხინებთ ამას და კახასთან უნდა წახვიდე და მთელი ამბები მეთქი და გადარჩი და რატო ჭდება ესე იმოთ ეს ენია უკვე სქელი აი ნახე ეს ამის ეს უფრო სქელი იქნება ხო შეადარე აუ რას ლაპარაკობ რამხილად ის სქელი ზემოდან აი ეს არის თავისი ხალხო და ეს არის ვაკის ელემენტარულის მოტეხილი კბილანა სად არის აი ეს კბილი აი აქ უდაჯდეს ეს და აი ეს იგივე არის რა და ჯდება ვანუსის ნასოში აი შედარებისთვის კბილი ნახეთ რამხილა სხვაობაა პროსტა ეს ალბათ არაზროს არ გატყდება ნუ ეგრე გამოდის მაგიტომაც ღირს ეს 900 რო იცოდეთ ეს ყველაფერი გამოგვიგზავნა ეს ისწონიგმა და ეს კბილანა ღირს მარტო მაგდანი და გიოს ვეუბნებოდი მაშინ გახსოვთ რატო ღირს მეთქი ეს ნაწილი ესე ძვირი თქო და უჩხუბობდი მეთქი რა არის ესეთი და ნუ თავარი ესაა რა ეხა ხომ მივხვდი რა მოკლედ ამიტომ ასწავლებს სრული სერვისი რომ იცი რომ შენი მანქანა მწყობშია ყველანაირად რა რომ აი ესეთი რაღაცეები არ მოუვა რომ გადაჩარხვა გადმოჩარხვაც რო არ უწევს ძალიან კაია მაგრამ გადაჩარხვაც ვაფშე არანაირ პრობლემას არ ქმნის პირიქით გიო ხო ანუ უფრო ახანგრძლივებს იმას რომ არაფერი აღარ მოუვა რა და ჩემი რჩევა იქნება რომ თქვენც ჩემსავით თუ საშუალება არის $300 ძვირი ღირს რა ეს ვაკის ფირმის და თუ საშუალება გაქვთ ის რო იყიდოთ ალბათ 50 რამდენი იქნება ვაფშე ამას რესურსი მაკბილანას რავი იმ ხელა კბილები აქვს ეგ მეგონია არა ამას თვითონ ზავადსკოიზე 1.50 ალბათ ხო ამასაც 50 მილი რა და იმას ალბათ რავია არ გატყდება ის რავი როგორ უნდა გატყდეს ვერ ხვდები რა აი მოდით ნახეთ დასერვისებული არის 115-ზე აქაც იგივე წერია 114,000 114-ზე არის დასერვისებული გიო ანუ დასერვისებული არის 35,000 მილის წინ. მოიცადა ერთი წუთი. და დასერვისებული რა არის გიო ანუ? ამას რო აწერენ, მაგდროს არის ვანუსები დასერვისებული. აჰა, 35,000 წინ ყოფილა რა. წეგარო ვაგინე. არა, მე ისევ ვაგინებ არა პრობლემა კაცო, მაგრამ დასერვისებული ყოფილა რა. შენი რა მის ვაგინე? არა, დასერვისებული. მე 35,000 მილი ცოტა არის? არა, ხო ცოტა, მაინც ან უნდა დასერვისდეს, მაგრამ ვანუსებს ხშირად ანუ ამ მოტორებზე 50,000 კილომეტრზე ჭირდება. ვაიმე ძალიან დაგვერხა. ნუ მე ლაპარაკები დამანებით. ეხა უნდა ვითევზავოთ. კარტერში ჩამივარ და ვანუსის ბოლტი. ძალიან დაგვერხა. ხალხო. ეხა მაგნიტით უნდა ვითევზავოთ. კაი, ვასადოთ და მოკლედ. ეს ყველაფერი სერვისი რო აწერია ძალიან კაია, სხვათა შორის რა, იმიტომ რომ მანქანა რო ჩამოდის, იგებ. რითი აწერია, პროსტო ვერ ხვდები რომ ესე არ გადაზდის არაფერი, მაგრამ რაღაც დაწერენ და ნუ იგებ რა, ყოველ შემთხვევაში რო ხსნი, ხვდები რომ ამ დროს დასერვისებული არის უეჭველი რა და გიო ეს ცენტრი ასერვისებს ზოგადად თუ ტიპიც აწერს. მარტო M3-ზე მაქვს ეს ნანახი, ეს კილომეტრაჟი აქ რო აწერია. სხვა არც ერთ BMW-ზე არ მინახია რომ ესე კილომეტრაჟი ეწეროს რა. მარტო ამ მოდელებზე მაქვს ნანახი. ასე ხარ? ეგ არის რა. განახებ შიგადაში დაშლეს პროცესსაც. პირდაპირ ეთერში ვართ. ამ მოდელებს რესტაილინგებს აქვთ აი ეს ბოლტები პრობლემა. ხშირად წყდება ხოლმე და ცეპი აგრძელებს ტრიალს და რასპედვალი ჩერდება. ანუ ეს ბოლტი ამ კბილანას იჭერს რასპედვალზე. ეს ბოლტები რომ მოიშვას, რასპედვალი აღარ ტრიალებს. ეს ბოლტები ხშირად წყდება ხოლმე და მერე მატორი ფუჭდება. და ეს ბოლტები არ შედის სერვისში? წესით კი. და არ გვაქვს? არ მახსოვს. თუ გაინტერესებს ჩემი ყოველდღიურობა, სპოილერები მანქანასთან დაკავშირებით და კიდევ უამრავი სიახლე, რას ვაკეთებ ხოლმე ყოველდღიურად, გაიგებ ჩემს დახურულ ჩენელში Instagram-ზე. დაგვენწრა. უბრალოდ ამით მოვურჩეთ, მოკლედ. ის ბაშმაკი ვანუსის სასერვისო კიტში აი ეგ დეტალი კონკრეტულად არ შედის და
მეგონა რატომ რაც რო ყველაფერი გამოწერილი გქონდა, მაგრამ ნუ ანუსებში რადგან არ შედის კიტში, შესაბამისად არ გქონია გამოწერილი, გიოსაც გადავიწყდა თქმა, რომ ყდება ხოლმე და ზოგადად როცა იშლება ეს ანუსები და სერვისდება ბაშმაკიც უნდა შეიცვალოს. $25 ღირს დიდი არაფერი, უბრალოდ რავი, ჯგუფშიც დავწერე, ყველგან დავწერე და არავის არა აქ ალბათ არ ვიცი, ან შეიძლება ნუ თავისთვის ჭირდებათ და არც დაწერეს არაფერი, ხო და არ ვიცი რა უნდა ვქნათ რა. შეიძლება მოგვიწევს ერთი კვირა 10 დღე მანქანის გაჩერება, რომ ბაშმაკს დაველოდოთ, რა გამოვიწეროთ, რა ვიცი. სხვა გზა დაჩქარებული გამოწერა რამე თუ არსებობს, არც ეგ არ ვიცი. მოკლედ, თუ რამეს გავარკვევთ, თუ რამეს ვიშოვით, გინახავთ, თუ არ და გაგრძელდება ვიდეო იმით, რომ გავაჩერებთ მანქანას და როცა ჩამოვა, მე გავაგრძელებთ სამს.